მაგთი წარმოგიდგენთ. მე ვარ ახლა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. 1907 წელს აქ მოკლეს ილია ჭავჭავაძის მოურავი მოსე მემარნიშვილი. სწორედ ეს არის პატარა დეტალი დიდი ჯაჭვისა, რასაც შემდეგ მივყავართ ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე. მაგრამ ჩემი ვიდეოდღიურის მთავარი თემა არის ერთ-ერთი პიროვნების გამორკვევა, რომელიც იყო ილიას მკვლელი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უცნობი იყო საზოგადოებისთვის. ადამიანს მოიხსენიებდნენ ვინმე იმერლად. მაისის დაახლოებით მეორე ნახევარში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ილია ჭავჭავაძის მოკვლის შესახებ. დაუკვირდით, მაისში იცვლება ილიას მეეტლე, ივნისის დასაწყისში კლავენ ილიას მოურავს და ლაგდება სიტუაცია ისე, რომ მის გარშემო თავს იყრიან მკვლელები. ანუ ილია გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობს მკვლელებს შორის. 1907 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძე იმყოფება პეტერბურგში, მოგეხსენებათ ის არის სახელმწიფო საბჭოს წევრი და საქართველოში დაბრუნდა ის ივნისში, ივნისის დასაწყისში. რა იყო ამ დაბრუნების მიზეზი? ილია აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას პეტერბურგიდან. საქმე ის გახლავთ, რომ სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკით ვერაგულად საგურამოში მას მოუკლეს მოურავი მოსე მემარნიშვილი. მოსეს მკვლელობის მიზეზი იყო ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებო, 30 თუმანი ფული ააცალეს მაგიდიდან და მოსე მოიკითხა ამ ფულის ავანჩავანი. იქ იყო მეუღლე მოსესი მზარეული უნდილაშვილის ქალი, რომელიც ილიასთან მუშაობდა და პავლე ფშავრიშვილი. მოსემ ამ ფულის მოპარვა დააბრალა პავლე ფშავრიშვილს. შორს რომ არ გავყვე პავლე ფშავრიშვილს იჭერენ, ჩაჰყავთ მცხეთაში და პავლე დაიმუქრა, რომ
მას ტყილად წამებენ ცილს და ამის გამო მოსესის გაუსწორდება და მოკლავს. დღემდეა გამოუქვეყნებელი ერთი მოგონება ამ უნდილაშვილის ქალისა მზარეულისა. ვიმეორებ ეს სიახლეა და გამოუქვეყნებელი მოგონება გახლავთ, სადაც ის ამბობს, რომ მოურავს თავს დაესხა არა მოსეს თავს დაესხა არა მხოლოდ ფშავლიშვილი, არამედ 4 კაცი. და ამ 4 კაცში შედიან ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ ილიას მოკლავენ. მოსე მოკლეს წამებით, ცოლი მოუკლეს და თვითონ მას თავი მოსჭრეს. ასეთი რამ საქართველოში არ ხდებოდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მკვლელობის ამ ტერორისტების ისტორიებს რომ შეისწავლით, ხელწერა ათასნაირია, მაგრამ მაინცსა და მაინც კლავენ ადამიანს და თავს ჭრიან. ასეთი რამ ხელწერა დამახასიათებელია იმ მეოთხისთვის, რომელიც უცნობი იყო აქამდე და ის როგორც წესი, როცა კაცს კლავს, თავს ჭრის. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მას ჰქონდა გდელი მოკლა და თავი მოჭრა, ეს თავი შემდეგ ბაქოში გაგზავნა, მატარებლით ხუთში ჩადო და ვაგონით გაგზავნა და აი მანამდე ვიმეორებ ამ მოსეს ჭრის თავს. ილიას აქვს ერთადერთი ტყვია, რომელიც ამ იმერელმა ესროლა. ეს მერე ტრაბახობდა ბერბიჭაშვილი, რომ ილია ჭავჭავაძე მე მოვკადიო. მან ამ არაკაცმა ესე კონდახი ურტყა თავში და მომაკვდავს შუბლი ჩაუტეხა კონდახის ცემით და ასევე კონდახი ურტყა ამან ბერბიჭაშვილმა ოლღას. მაგრამ სროლით ესროლა იმერელმა. იმერელი ამოცანა გახდა შემდგომი დროის მანძილზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ გამოძიებიდან მესამე-მეოთხე დღეს უკვე მოდის დეპეშა ძიებაში, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელი არის ან ილიკო იმერლიშვილი, ანუ ბანდის მეთაური არის ან იმერლიშვილი, ან თუ ის არ არის, დააპატიმრეთ იგი, ვინაიდან მან ყველაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება საგურამოს მაზრაში. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ მისივე მკვლელებმა მოკლეს ილიას მეგობარი თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი. რატომ მოკლეს? იმის გამო, რომ თავადმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა აღმოაჩინა და დააჭერინა ილიას მკვლელები პავლე ფშავლიშვილი და თედო ფეიქრიშვილი.
ესენი ციხეში იყვნენ და ციხიდან გაიქცენ 908 წლის მაისში. ამის შემდეგ დაუწყეს დევნა ხიმშიაშვილს. იცის რა ხიმშიაშვილმა რომ ილიას მკვლელები მასაც გაუსწორდებიან, ეძებს მოთავეს ილიას მკვლელებისა. აქ დასწრებაზეა საქმე. აი სწორედ აქ ხიმშიაშვილის მეგობრები, მეზობლები, ნათესავები თავიანთ ჩვენებებში ხიმშიაშვილის მკვლელობის შემდეგ ამბობენ, რომ ნიკოლოზ ხიმშიაშვილი ეძებდა ილიას მკვლელებს და მათ მეთაურს ილიკო იმერლიშვილს. ანუ იმერლიშვილი აქაც უკვე 2 წლის შემდეგ მოხსენიებულია ილიას მკვლელების მეთაურად. უფრო მეც გეტყვით. 914 წელს ერთი ჟანდარმი უგზავნის მეორეს წერილს, სადაც წერია, რომ ჩვენ შეტაკება მოგვიხდა ყაჩაღების ბანდასთან, რომელსაც მეთაურობს ილიკო იმერლიშვილი, რომელიცაც აქვს სხვადასხვა დანაშაულებები ჩადენილი, დახოცილი ყავს უამრავი ხალხი და მათ შორის მოჰკლა თავადი ილია ჭავჭავაძე. აი ეს დოკუმენტები, რომელზედაც მე გიამბობთ, არის ილიას მკვლელობიდან 6-7 წლის მანძილზე დაგროვებული დოკუმენტები. 41-42 წლის სასამართლო პროცესზე, როცა კომუნისტები ილიას მკვლელობას იძიებენ, ცოცხალი არის მხოლოდ ბერბიჭაშვილი და ეს ბერბიჭაშვილი სრულიად ადვილია, რომ ჩარიცხონ მეფის ოხრაკის აგენტთა სიაში. ტყუილია ის, რომ ბერბიჭაშვილი დახვრიტეს, მას მიუსაჯეს 5 წლით გადასახლება, დახვრეტა შეუცვალეს 5 წლის გადასახლებით. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ სტალინის დროში ილია ჭავჭავაძის მკვლელს დახვრეტა შეუცვალეს 5 წლის გადასახლებით. აი ეს კითხვა ისმება, ვინ იყო ბოლოს და ბოლოს ასეთი ეს იმერლიშვილი, რომ მას ასე გულმოდგინეთ მალავენ. თვითონ ილიკო იმერლიშვილი 900-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მოხვდა იმ წრეში, რომელ წრესაც წარმოადგენს მიხა ცხაკაია, სოსო ჯუღაშვილი, ელიავა და იმ დროინდელი მამალი ბოლშევიკები. ყველა დიდი ბოლშევიკი, ვინც კი იყო მაშინ საქართველოში, აი ამათ წრეში მოხვდა სწორედ ჯერ კიდევ ბავშვი ილიკო იმერლიშვილი და ამათთან იზრდებოდა ის. და დგინდება კავშირი ისტორიული მასალების წყალობით და ამ გამოუქვეყნებელი მასალების საფუძველზე დგინდება არა მხოლოდ ნაცნობობა იმერლიშვილსა და სოსო ჯუღაშვილს შორის, არამედ მათი დიდი მეგობრობა. მაგალითად, ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ვინმე მაისურაძის ოჯახში იმყოფებიან ბოლშევიკები, სადაც სოსო ჯუღაშვილმა შვილი უნდა მოუნათლოს ილიკო იმერლიშვილს. სტალინი გახლავთ მეთაური იმდროინდელი შეიარაღებული რაზმებისა, იმდროინდელი წითელი რაზმებისა. ყველაფერ ამას, ყველა ქმედებას განაგებდა ცენტრალური კომიტეტი, სამხარეო კომიტეტი, რომელსაც ერქვა ლიტერატურული ბიურო შეფარვით და ამ კომიტეტში პირველი პირი არის სოსო ჯუღაშვილი. აღმოჩნდა ასეთი დოკუმენტი, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოდის ჟანდარმის დეპეშა, რომელიც ილიას მკვლელობის საქმეს იძიებს თბილისში, სადაც ის ამბობს, რომ მან დაიჭირა ილიას მკვლელი, რომელსაც აღმოაჩნდა მოკლული საათი. და ეს მკვლელი გვარად არის ნიჟარაძე. შემდეგ ამ დეპეშის ისტორია წყდება, ამ სიუჟეტის ისტორია წყდება, აღარ ვიცით რა მოხდა. ეს კაცი გაუშვა, არ დადასტურდა, სხვა მიმოწერა სად არის. ეს ყველაფერი გამქრალია და უნდა გითხრათ, რომ ილიას მკვლელობის საქმიდან ყველაფერი გამქრალია, რაც იმერლიშვილს უკავშირდება და მით უფრო რაც პარტიის ხელმძღვანელობას უკავშირდება. მაგრამ ასეთი დეპეშა არსებობს. ეხლა რა შუაშია დავაკავეთ ილიას მკვლელი, რომელსაც აღმოაჩნდა მოკლული საათი და ეს კაცი არის გვარად ნიჟარაძე. რა შუაშია ეს?
საქმე იმაში გახლავთ, რომ 1908 წლის მარტში ბაქოში დააპატიმრეს სოსო ჯუღაშვილი, ჩასვეს ის ბაილოოს ციხეში, მაგრამ სოსო ჯუღაშვილი არ დაუჭერიათ იქ როგორც სოსო ჯუღაშვილი. ის დაიჭირეს გაიოს ნიჟარადის პასპორტით. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელი ურევია ამ საქმეში. ვინ იყო ეს მეოთხე მკვლელი? ერთ ინტერვიუზე და ერთ კონკრეტულ ვერსიაზე რამე ესეთი ისტორიული დასვნის გაკეთებასთან ძალიან სახიფათო და საკამათო თემა არის, მაგრამ ერთი ცხადია ის, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელი ურევია ამ საქმეში რაღაც დოზით. ამიტომ გადავწყვიტე მე გავისაუბრო კიდე ერთ ისტორიკოს, რომელიც თავის ვერსიას შემოთავაზებს. ამ ვერსიამ შეიძლება ან უარყოს, ან პირიქით გაამყაროს ეს ფაქტი. რა ვიცი, ნებისმიერი ვერსია საინტერესო იქნება ჩვენთვის. ნახოთ. კამათი მიდის ჩვეულებრივად რაზე, რომ აი ეს იყო ამოდენ რომ ეს სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს, არა მანამდე ესენი ამოდენ რომ ჟანდარმერია ახრანკა ცარიზმის, მაგრამ ორივე ძალა აშკარად გაერთიანდა. მე ერთის მხრივ თითქოს მეფის ხელისუფლება დაპირისპირებული იყო სოციალ-დემოკრატებთან, ხო? იყო სოციალურ საკითხში, მაგრამ პოლიტიკურად არ იყო დაპირისპირებული. ილია უფრო დაპირისპირებული იყო პოლიტიკურად, იმიტომ რომ ილიას უნდა ფაქტობრივად რუსეთის იმპერიის დაშლა. და ამათ ერთიანობა უნდათ იმპერიის. ამიტომ რუსეთის იმპერიას მიაჩნდა ხელისუფლებას უფრო ახლობლად ეს სოციალ-დემოკრატები, ვიდრე ილია ჭავჭავაძე. ილიას კლუბა გადაწყდა ლიტერატურულ ბიუროში. სტალინი თითქოს არაფერი შეეთი პოსტი არ ქონია, ხო, არც გადიოდა, არც ცენტრალურ კომიტეტში გადიოდა, თბილისის კომიტეტში, მაგრამ სამაგიეროდ ქონდა რასკი საქართველოში ბანდიტები იყო და ნაზირალები, იმათი უხუცესი იყო, ყაჩაღებს უხუცესი. მაფია, დიდი მაფიოზი სტალინი. და დიდი ძალა ქონდა. ხო და აი ესეთი ხდებოდა, აი გადაწყდა ლიტერატურულ ბიუროში. და რა თქმა უნდა, ხლა ეს იყო კოორდინირებული მეფის ხელისუფლებასთან. ახრანკა ჟანდარმერიასთან. გარანტია ქონდა ნოე ჟორდანიასგანაც. თორე ნოე ჟორდანია რო წინამდე გამოსულიყო, ხო, მაშინ კიდე რაღაც შეიკავებდნენ თავს. ჟორდანიაც აშკარად გარეულია და ყველაფერი აკეთა ჟორდანიამ, რო 900 წელში ნოე რამიშვილს უნდა გასამართლება ამ ილიას საქმეზე, ხო, ჯაშისა და ამ ბერბიჭაშვილი და მავანე ფელიპე მახარაძის დაჭერილი ყავდა მაშინ მეტეხის ციხეში. გამოაშვებინე. თავისი საკუთარი მანქანა მიცა და მურადი კავკასში გადაიყვანა ეს.
რატო? მარტო ის კი არ ერთო ძმაკაცები რო იყვნენ, გურიდან რო ჩამოვიდნენ ძმაკაცობდნენ, იმიტომ რომ მათ შორის ილიასთან შეკრული იყვნენ საერთო ამ ბნელი საქმით. ვინ იყო ეს მეოთხე მკვლელი? ჯერ კიდევ 9-7-8-ში ეჭვები მოდიოდა შეგნებულ საზოგადოებაში, ფედერალისტების ზედაფენაში და პლუს აკეთე სოციალ-დემოკრატებში, რომ მკვლელი იყო სერგო ორჯონიკიძე. 24 წელს შალვა ნუცუბიძემ და ნიკო ჯანაშიამ მუხრანში მოაწყეს არაფორმალური დაკითხვა. არაფორმალური დაკითხეს ბერბიჭაშვილი. და აბა ვინ იყო მკვლელი და ის უყარდა მე რო დათრებოდა ხოლმე, მაშინ ამ სამი ტრაბახობდა. იმ ტრაბახობდა მე მოვკალი, მე მამული სისხლისმელი და მუშათა კლასისა და გლეხების მებრძოლი. გლეხობდა ანუ დიპლომების დელეგატი იყო და რა ვიცი, კომისიაში გაიჩეს პარტიულ კომისიაში. ხო და მეოთხე იყო მაშინ და დაასახელაო ცნობილი რევოლუციონერი, რომელთანაც ერთად ისო მე ირანში იყო. ირანში ორჯონიკიძეც იქ იყო და ესეც იქ იყო მე. ირანში სხვა რევოლუცია მოხდა და მე იქ მოღვაწეობდნენ ასე თქვა სინძლოში. ესე იგი 24 წელს უკვე ასახელებ რომ არის მკვლელი, არის სერგო ორჯონიკიძე. 34 წელს იგივე გამეორდა თედოსახუკიამ და ალექსანდრე სიგუამ დაკითხეს. კვლავ იგივე პასუხი. ესე იგი არავითარ ფორმალურს კი არა, სასამართლო გამოძიება კი არ იყო. უბრალოდ აი ფორმალური და კიო და ის მე მამაში გაიმეორეგი რომ მე მაშინ არ ვიცოდიო და მე გავიცანიო ეს იყო სერგო ორჯონიკიძე. ეს კი მაგალითად თქვენ ახსენეთ რომ რაღაცა კვალს სტალინამდეც მივყავართ. თუ სტალინი იღებდა ამაში მონაწილეობას. მაშინ რისთვის მოაწყო მაშინ ის რომ გამოძიებულიყო ელიას მკვლელობა თავის კვალის დაფარვის მიზნით თუ ან რა კონკრეტულ როგორი კუთხით იღებდა მაშინ. კეთვით. პირველი რა უნდა დამით რომ ალიბი გაეკეთებია რომ როგორ გასულ მე რომ მაბრალებენ და ბოლშევიკები და მეც რო გავდივარ იქ. არა, ეგრე არ იყო საქმე. და ბერიას დაავალა რატო ის ხო დიდოსტატი იყო როგორც ფუშე თავის დროზე ისე დიდოსტატი იყო გამოძიების და დაინტერესდა. იმიტომ კი არა ილია პატრიოტიზმის გამო და ნაციონალიზმის კაიგაგების გამო ან ილიასაზმის სიყვარულით. სულ სხვა მოტივით დაინტერესდა. წელია უკვე და ამბობს რომ ისა ვიცით ეს წყარო გაშალა ხელი სტალინსა უნდაო გამოძიება მოაწყოს ილიას მკვლელობაზე. ამას რა გამოძიება უნდა? ერთი მკვლელი აგერ პრეზიდენტის სავარჯიშში ყავსო? ვინ? მახარაძე. მკვლელი არ ყოფილა, მაგრამ ორგანიზატორი იყო, იდეური და ისედაც ორგანიზატორი და ბერბიჭაშვილი იმის აგენტია. ეგერ და მეორეო სახკომად ყავსო მაშინ. ძიმევრეზოვის სახალხო კომიტეტის კომისარი ხო იყო ეს? იქ ყავსო გვერდთან. გამოძე ხო ნათელია. ბერია აშკარად იყო დაინტერესებული, ბევრი და უკვე წყარო არის. გამოშთა წყარო არის რომ სადაც ბერიამ კედელთან მიიყვანა. როგორც ჩანს ეს იყო ალბათ ან 26-ში, 27-ში, როცა უკვე სტალინთან აშკარად დაპირისპირებული იყო სერგო ორჯონიკიძე და ბერია მაშინ ის პოლიტბიუროს წევრი იყო, ბერია უფრო ცეკას წევრი იყო, მაგრამ მაინც უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი და კედელთან მიაყენა და უთხრა, რატომ მიიღეთ მონაწილეობა ილიას მკვლელობაში, ჭავჭავაძის მკვლელობაში.
ორჯონიკიძე ზუგდიდის სტალინის ვირს, ჯუღაშვილის ვირს. რა თქმა უნდა, მთავარი ორგანიზატორი სტალინის ხო არავითარის ვირს. არ სამშობლო იმ აღებული ქონდა, იმას ასეთი ფასეულობები, სამშობლო, კაცობა, არაფერი სანიშნავდა. მოვისმენე ორი განსხვავებული ვერსია. ის რაც დავუშვი დიდი ხანი საზოგადოებისთვის უცნობი იყო და ინტერესებდა იმ კვლელებში მეოთხე ადამიანი ვინ იყო. ერთი პიროვნება ამტკიცებს, რომ ეს არის სერგო ორჯონიკიძე, რა თქმა უნდა, თავისი ფაქტებით და მოსაზრებებით და მეორე რესპონდენტი, რომ ეს არის ვინმე ილიკო იმერლიშვილი, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა იოსებ სტალინთან. მაგრამ მიუხედავად განსხვავებული ვერსიისა, არც ერთი არ უარყოფს სოციალ-დემოკრატების წვლილ სამსაქმეში და თვითონ იოსებ სტალინისაც. მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში არის ის ფაქტი, რომ ორივე მკვლელი მიუხედავად სხვადასხვა მოსაზრებებისა, ის იყო ქართველი. ალბათ ამით ყველაფერი ნათქვამია.